ქართულ აბრეშუმს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გადაწყვეტილება ეფუძნება საარქივო მასალებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა არსებობდა ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან. მეაბრეშუმეობა ისეთივე ღრმაფეს გადგმულია ჩვენს კულტურაში, როგორც ღვინო და თაფლი. მე-19 საუკუნეში 200.000-ზე მეტი ოჯახი იყო ჩართული აბრეშუმის წარმოებაში, ხოლო 1960-იან წლებში საქართველო წლიურად 4.5 ტონა აბრეშუმს აწარმოებდა და ამ დარგში მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებდა. თუთის ხეების განადგურებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ მძიმე დარტყმა მიაყენა ინდუსტრიას, თუმცა დღეს აბრეშუმზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ეს ეკოლოგიურად სუფთა ძვირფასი ბოჭკოა, რომლის ფასი ბამბაზე 20-ჯერ მეტია. საქართველო თავისი კლიმატითა და ტრადიციებით იდეალურ პირობებს ქმნის მეაბრეშუმეობის აღორძინებისთვის. დღეს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდში დაცულია 70-მდე ქართული და უცხოური ჯიში, მათ შორის მაღალპროდუქტიული მზიური, რომლის ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა კრეფშიფონმა 1998 წელს ესპანეთში პლატინის ვარსკვლავი მოიპოვა. 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს გენოფონდის დაცვას და წილკნის ლაბორატორიაში ატარებს ბიოტექნოლოგიურ კვლევებს. ეს არის ქართული მეაბრეშუმეობის აღორძინების მთავარი საფუძველი და იმედი.